მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში გითხოვთ რომ გავართოთ მობილური ტელეფონები. ხვალ არის საქართველოს ესპანეთის დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი პრესკონფერენცია გაიმართება ვილი სანიოლის და ჩვენი დებიუტანტის იური ტაბატაძის მონაწილეობით. ულოცავთ მას პირველ სანაკრებო გამოძახებას და თარგმანში დაგვეხმარება ტრადიციულად გიორგი და რეზი ამ შემთხვევაში ესპანელი ჟურნალისტებისთვის. შეგვიძლია პირდაპირ შეკითხვებით დავიწყოთ. ისმენთ კი. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მაინტერესებს თითქოს ინტერესი ამ მატჩის სატურნირო მდგომარეობით დაკარგულია, მაგრამ მაინტერესებს გუნდში რა მდგომარეობა. როგორი კმაყოფილი ხართ იურის სათამაშო ფორმით, როგორ მიიღეთ მისი გამოძახების გადაწყვეტილება და მინდა იურისაც ვკითხო, რა გარემო დაგვხვდა გუნდში და როგორ ემზადებით უშუალოდ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. Well, the public interest towards this match might have waned a little bit due to the situation and the table, but what kind of atmosphere is in the team right now? And can you comment on the first call-up for Yuri Tabatadze? What reasons did you have for calling him up now, and how did he adapt himself to the national team so far? No, first of all, the atmosphere in the team this week was very good, much better than in September and October. We have had a lot of talks with the players about the current situation, about the recent past, but overall about the future, because I think the future is the most important. And we spoke a lot. I explained them how I see the future with them, which kind of realistic goals we can target in the future, but only with hard work and dedication, which was, in my opinion, not enough in the recent past, in the last, I would say in the last year. And I could feel this week a completely different energy compared to September and October. So I was very happy of the way they worked this week, the players, and overall I'm even happier because I could feel they really now want to take the lead of their future, not to be always the ones to follow somebody, but also to take part of the leadership, and that was great. And about Yuri, the new, one of the new players with us, we haven't talked too much this week because I think when a young player comes, he first has a bit also to see and to watch how we work. But if he's here, it's because he does deserve it. He was already interesting players when he was playing for Sabortalo and Iberia, because you played both. You had both names, huh? Yes. But I think the environment around him didn't push him to give his best when he was in the Georgian league, but his debut with Cadix were impressive, and we nearly thought about him in October, but better later than never. And so I'm very happy to have him this week with us, and I think also the fans who don't really know him will have a better look about him also tomorrow. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან გახარებული ვარ გამოძახებით და ძალიან მადლიერი ვარ. რაც შეეხება გუნდში სიტუაციას, ჩემთვის იდეალურია, რადგან ბიჭებს ახალგაზრდები ვინც არიან ასაკობრივებიდანაც თითქმის ყველას ვიცნობ და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ყველასთან. რაც შეეხება უფროსებს, ანუ გასაოცრად მეგობრულები არიან და ისეთი წარმოგდგენა მაქვს, რომ ვითომ თანაბარი ასაკის ვიყოთ რა. არანაირი შეგრძნება არ მაქვს იმის, რომ ჩვენზე უფროსები არიან, ან ზევიდან რამენაირად გვიყურებენ. ამიტომ ესეთი ატმოსფერო რო არის გუნდში, ჩემი აზრით, ნენა ყველაფერი წავა ისე როგორც ჩვენ გვინდა და ეს ჩავარდნა რაც არის, ყველაფერი გამოსწორდება რა. ამისკენ ვართ მომართული ყველა. ანუ გუნდში გაწყობა არის ძალიან კარგი, მე ვიტყოდი რომ ბევრად უკეთესი ვიდრე სექტემბერში და ოქტომბერში იყო. ჩვენ ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ
როგორც წარსულზე, ისე მომავალზე, მე მათ ავხსენით ჩემი სამომავლო ხედვა, ხაზი გავუსვი იმას, რომ ბოლო წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა შეიძლება რომ გამომჯობესოთ და ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი რეაქცია მოყვა ამას ჩვენი ბიჭებისგან ეს ვარჯიშიც გამოჩნდა და ზოგადად გამოხმაურება ძალიან კარგი იყო და შესაბამისად გუნდშიც განწყობა ძალიან დადებითი არის იურისთან პირადად მე ჯერ ბევრი არ მისაუბრია ვაძლევ ჯერჯერობით ადაპტაციის დროს ჩვენ მას უკვე მაშინ ვაკვირდებოდით როდესაც ის იბერიაში თამაშობდა და რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში კადეშიც დაიწყო თამაში საკმაოდ დიდი წარმატებით და ვფიქრობ რომ ქართული გულშემატკივარი მას მომავალ დღეებში იხილავს და უკეთ გაიცნობს და მის შესაძლებლობებს უკეთესად გაეცნობა. Sí, buenos días. Hemos hablado mucho sobre diferentes temas que acerca de Iguri tenemos que decir que Iguri nos fijamos en Iguri cuando jugaba en Iberia, que antes era Saburtado, que su forma era muy importante y bastante y buenísima, digamos, y cuando ha ido en Cádiz, su nivel sigue aumentando en este caso, que acerca de atmósfera en el club, tenemos en la selección tenemos buena actitud y vamos a preparar para los siguientes partidos y tenemos que trabajar más y como he dicho, la actitud es muy positiva y como ha dicho Yuri, él tiene la imaginación como si fuéramos todos iguales y por eso seguimos adelante, seguimos luchando, todo es buenísimo en el equipo y vamos a enfrentar contra España y después contra Bulgaria también. გამარჯობათ გისურვებ წარმატებებს 2 წლის წინ 23 წლის სექტემბერში თბილისში ჩვენ წავაგეთ ესპანეთთან ანგარიშით 7-1 სარეკორდო ანგარიშით მერე გასვლაზე იყო უფრო მცირე ანგარიშით ევროპაზე 4-1 და ახლა ოქტომბერში 2-0 ახლა რა განწყობა თქვენ მახსოვს 2 წლის წინ ერთი თვის შემდეგ იმ წაგების შემდეგ თქვით რომ თქვენ დაუშვით შეცდომები და იცით რა როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია ახლა რა სიტუაცია როგორი პოტენციალი გვაქვს რომ უფრო პატარა ანგარიში წავაგოთ, კარგი თამაში ვაჩვენოთ, ან ფრეზე ვითამაშოთ, ან მოვიგოთ. მადლობთ. So as you know, the results against Spain have not been too good in the past. The record defeat, so one was followed by the European Championship and then most recently 2-0 in Spain, after which you said that you were aware of certain errors that have been made and you know how to maybe put them right. So what do you think now? How would you assess the team's potential to maybe achieve better result tomorrow? Whether it will be like a minimal loss or a draw or a win, maybe even something more positive? Yeah, I think it's the 6th, 7th time we played against Spain in the last 5 years. Spain, as I said that last month, Spain is the best team in the world. So for us, there's no ambition about being better than Spain because we can't. The ambition is for the team. If you compare that to the last game in Spain, it's to play with much more emotion because we lost in Spain 2-0. I think we could have lost a bit more, but what disappoints me is the lack of emotion and the lack of ambition of the players. And I think tomorrow that's what I have asked the players. That's what I'm going to ask again today, this evening, and tomorrow is to play with less fear, with more ambition, to at least try to make a big performance. The result is
as you know me now, I always consider a result a consequence of too many things, but at least I want tomorrow a good team performance in terms of ambition and in terms of emotion. So I hope it's going to be the case, because I think also our fans need to see that the players want to play again with ambition, and that's going to be the main key of our game tomorrow. როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნე, ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდი არის და შესაბამისად ჩვენ ვერ გვექნება იმისი ამბიცია, რომ მათზე უკეთესად ვითამაშოთ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმ თამაშთან შედარებით, რომელიც ბოლოს ესპანეთში 2-0 წავაგეთ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო მეტიც გაგვეშვა, მაგრამ ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი ვიყავი იმაზე, რომ უემოციოდ და შემართების გარეშე ვითამაშეთ და მოედანზე განწყობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, ხვალისთვის პირველ რიგში ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შიშის გარეშე ვითამაშებთ და კარგ ამბიციურ გუნდურ თამაშს ვაჩვენებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც თვითონ გუნდისთვის, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის, რომ დაინახონ, რომ გუნდს შეუძლია უფრო ამბიციურად თამაში და უფრო ემოციურად ვიდრე ეს ესპანეთთანაც და ზოგადად ბოლო პერიოდში მოხდა. Sí, la pregunta se trata de la derrota contra España hace algunos meses y qué imaginación tenemos ahora. La pregunta es qué imaginación tenemos ahora, qué actitud tenemos ahora y como respondió el señor Willy, hemos jugado contra España durante 5 veces y claro que España es campeón del mundo, es uno de los mejores equipos del mundo y por eso tenemos una ambición de jugar con mucha más eficacia, con mucha más energía. Para nosotros no es importante el resultado, sino la actitud, como bueno, digamos, gastamos en la selección y mientras jugamos, como gastamos mientras jugamos y como sabemos hemos perdido 2-0 contra España, pero también podía que el resultado fuera más grave y por eso tenemos ambición de que juguemos con buena actitud, con más energía y lo más importante para mí es jugar como un equipo, como si fuéramos una unidad y también para nosotros es importante que alegramos la afición georgiana. Dato. მოგესალმებით, წარმატება პირველ რიგში და ორივესთან მექნება კითხვა იურისთანაც და ბატონ სანიოლისთანაც. გარკვეულწილად ახსენა კიდევაც, რომ უკეთესი განწყობაა, ვიდრე იყო სექტემბერში და ოქტომბერში, თუმცა მე ძალიან ცუდად ჩამრჩა ფეხბურთელების განცხადება უკვე მატჩის შემდგომი, როდესაც გუნდში არსებულ რაღაც პრობლემებზე, უпростоრეთ რაღაც ურთიერთგაგების დაკარგვაზე იყო საუბარი და ეს ძალიან საგანგაშოა. ის საინტერესოა, როდესაც ესეთი სიგნალი მიდის მწვრთნელთან, რომელსაც ასევე ძალიან დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები, თავად როგორ ხედავს, რა დაიკარგა, მხოლოდ აი შიში ახსენა წეღან კიდევ და ახსენა რაღაც რწმენის დაკარგვა, ეს არ არის მხოლოდ მიზეზი ალბათ, მისი თვალით დანახული უფრო კონკრეტულად რა სიტყვის, იმიტომ რომ ადრე ამბობდა რომ ნაკრები ეიფორიაში იყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ეიფორიაც ვარაუდობ რომ დასრულებული. აი რას ხედავს ბატონი ვილი, აი გამოსავალს და რა იყო რეალური მიზეზები ნაკრების ესეთი სხვა დონის თამაშისა, რასაც ჩვენ მათგან ველოდით. ეს პირველი და რაც გვჯერა რომ ბევრად მეტი შეუძლია ჩვენ გუნდს. ეხლა რაც შეეხება იურის, პირველ რიგში გილოცავ, 2 თვის წინათ შედგა ჩვენი ინტერვიუ და მაშინ თქვი რომ ეს იყო შენი ყველაზე დიდი ოცნება და ძალიან მალე ახდა ეს ოცნება. აი ალბათ ძალიან კარგი мотиваციაა შენი მაგალითი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის და აი რას ეთყოდი მათ უბრალოდ საინტერესოა, როდესაც მართლაც 6 თვის წინათ იბერიას ფეხბურთელი ჯერ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში წახვედი, კი ბატონო, სეგუნდაში, მაგრამ ევროპის საუკეთესოში და შემდეგ უკვე აი ამ 6 თვეში ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდი. აი რამდენად რა მოხდა შენ ცხოვრებაში აი ამ 6 თვის განმავლობაში ეს რომ მოგვიყვე.
So the question for you was, you mentioned the general dissatisfaction after the last few games, and specifically after the Spain match, but perhaps more alarming was the certain interviews with some of the players afterwards, and the signals that were being sent was that there was a certain lack of harmony within the team. So is this associated just with the general loss of confidence, the fear that you mentioned, or what was the main reason for the drop in form in recent matches, and how did you manage to turn the situation around and to raise the spirits inside the team? Well, I think the answer, you can find the answer that will be very, I think, far too long to explain. I think the beginning of the answer started just after the European Championship. We all know that after, I was talking about that last week, I think, if you go for a party in one evening and if you drink too much, the day after, you can't give your best. That's clear. And I think for a lot of people here, players, staff, federation, after the European Championship, it did take us a time to come back on the ground. So I think it's just a consequence of that. I think, if we talk about certain players like Kitaishvili, like Kakabadze, like Kasia, I would say a bit older players who their whole career had this main goal to reach a competition with the national team. When it happened, then after that, of course, there was a bit of less work, I'm not saying less motivation, but day after day with a bit less, then of course the results were not good at the end. And that's why we did try to work the last weeks to give again ambition and to give again certain goal to the players, so it will help them working hard again. I think also, as you know, our squad is not, in terms of maybe qualities, is not the largest in Europe. And I think, recently we can see Kwichab that had a lot of physical problems. Kite did miss a couple of games. Kochura is suspended. Chakwe is missing since 8 months now. We can feel when 2 or 3 players are not here, we lose very quickly in terms of quality, in terms of team quality. That's why also new players are needed to bring concurrence, to bring more quality, and that's our one of our main goals at the moment is to bring more concurrence and more qualities because we can't always expect everybody to be in shape at the same time and all together. So it was one of our issues, but I can tell you that tomorrow against Bulgaria, in March and in June, the players know it's a new beginning, it's a new start to rebuild something strong, because we want to perform very much in the next Nations League to give us the best chance also for the next qualification for European Championship. მადლობა პირველ რიგში შეკითხვისთვის. რაც შეეხება შეკითხვას, განვიწყელს შევაფასებ. ჩემთვის ძალიან დადებითად, იმიტომ რომ დავიწყე ჩემპიონატი საქართველოში, იბერიაში. წელი მშვენივრად მიდიოდა, პირველ ადგილზე ვიყავით და ბომბარდირთა დავაშიც პირველზე ვიყავი, როდესაც დავტოვე იბერია. შემდეგ კადიშიც იდეალურად დაიწყო ყველაფერი და ეხლა საოცნებო ნაკრებში გამოძახებაც მოხდა რა და ვფიქრობ, რომ კიდე არის დარჩენილი თუ ენახევარი და კიდე შემიძლია ბევრი კარგი რამ გავაკეთო და კიდე უფრო წინ წავიდე რა. რაც შეეხება რას მიმართავ ბავშვებს და ალბათ იმას მიმართავ, რომ 2 წლის წინ პირველად რო წავედი საქართველოსთან სათამაშოდ განათხოვრებით 4 თვე, ისე ჩამოვედი, რომ იქ კარგად არ წამივიდა საქმე, ბევრი ფიქრობდა ალბათ, რომ ევროპის დონე ჩემი არ იყო, მაგრამ გავიდა რაღაც პერიოდი, გადავხარშე ყველაფერი, ჩემ თავში შეცდომები ვიპოვე და დავამტკიცე ალბათ სხვებისთვისაც და ჩემთვისაც, რომ ყველაფერია შესაძლებელი თუ შენ თავს მომართავ იმისკენ, რაც გინდა.
თავარია რომ თავდაჯერება არ დაკარგო და გახსოვდეს ყოველთვის ვინ ხარ და რა შეგიძლია. ანუ რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი მიზეზი არის იმისთვის რაც თქვენ ახსენეთ და ჩვენ ბევრი შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. თუმცა ვფიქრობ რომ ეს გარკვეული ჩავარდნა უკვე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. გარკვეული დრო დაგჭირდა იმისთვის ჩვენ ყველას რომ ცოტა მიწაზე დავშვებულიყავით. ზუსტად ვერ გეტყვით რა იყო ამის მიზეზი, თუმცა უფრო გამოცდილი ფეხბურთელებისთვის რა თქმა უნდა ეს დიდი მიღწევა იყო, შეიძლება ითქვას კარიერის ერთ-ერთი დიდი მიღწევა და შეიძლება ცოტა გაჭირდა ამის მერე იგივე ამბიციით და იგივე ემოციებით მოედანზე გასვლა და შესაბამისად სწორედ ეს არის ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი რომ გუნდში კვლავ გაჩნდეს ამბიცია და ისეთივე ემოციებით გავიდეთ მოედანზე როგორც ეს ევროპის ჩემპიონატამდე ხდებოდა და ასევე აღნიშნავ რომ ჩვენ მაინც პატარა გუნდი ვართ, როდესაც 2-3 წამყვან მოთამაშეს ან ტრავმა აწუხებს ან სხვა ფიზიკური პრობლემები გააჩნია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულად ვგრძნობთ, ძალიან გვიჭირს რომ ისინი ჩავანაცვლოთ სათანადოდ და ამიტომ აუცილებელია რომ ნაკრებში გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ახალი წამყვანი ფიგურები და ამდენი არ იყოს დამოკიდებული ერთ და იგივე 2-3 მოთამაშეზე. ხვალინდელი თამაში და ბულგარეთთან თამაში იმედი მაქვს რომ სწორედ ახალი დასაწყისი იქნება ნაკრებისთვის და უკეთესად მზად ვიქნებით უკვე შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის და ერთა ლიგისთვის. შემდეგ კითხვაზე უნდა გადავიდეთ რომ მოვასწროთ ცოტნე ირაკლი და ლაშა და დავასრულოთ ცოტნე. მოგესალმებით, პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას, რა თქმა უნდა. მაინტერესებს რა გაქვთ გულშემატკივრებისთვის სათქმელი იმ ორი თამაშის წინ, რომელიც შეიძლება სატურნირო თვალსაზრისით არც ისე მნიშვნელოვანი იყოს ახლა ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან მცირე თეორიული შანსია იმის, რომ თქვათ მოვახერხოთ პლეი-ოფის საგზურის მოპოვება, რა გაქვთ სათქმელი, იმიტომ რომ ამ ეს შეხვედრები ჩვენთვის შეიძლება შემდეგ წელს ხასიათის განსაზღვრელი იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ალბათ წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა ჯერ კიდევ არ არის მატჩის წინა დღეს ყველა ბილეთი გაყიდული და ორივესთან მექნება ეს კითხვა, რას ეთქვით გულშემატკივარს, აი თუნდაც ხვალინდელი თამაშის წინ, რა იქნება თქვენი სათქმელი? მადლობა. Yes, of course, the chances to qualify from the group, even for the playoffs, are very slim right now. So with that in mind, what would be your message for the fans, for the supporters? As you're probably aware, this is the first match in quite a while, which is not sold out just yet, as we're speaking now. And it may set the mood for the upcoming games, tomorrow's game and the one against Bulgaria. So what would be your message for the Georgian fans in that regard? Well, the message is, it's a bit like between a team and the fans. It's a bit like in a marriage. It's not fantastic every day, but you both sides have to work hard to keep the love growing, to keep the marriage going, and that's exactly the same. I just won't say that to the fans. Maybe we're not in the best shape of our history, but if we want to achieve again certain amazing things, we need your support. Without your support, we won't make it. So we are all in the same boat, and that's why we need their support, as the fans also need tomorrow, for example, to see on the pitch that players with more energy, more ambition, and more emotion. ანუ გუნდს და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ცოტა ქორწინებას გავს, ანუ არის კარგი მომენტები, არის ცუდი მომენტები, თუმცა ჩვენ ყველა ერთი კოლექტივის ნაწილი ვართ და სწორედ ასეთ რთულ პერიოდში განსაკუთრებით გვესაჭიროება გულშემატკივრის მხარდაჭერა და ეს იქნებოდა ჩემი გზავნილი, რომ შევინარჩუნოთ ის ემოციები და ის განწყობა ტრიბუნებზე, რომელიც ახასიათებდა ქართულ გულშემატკივარს ბოლო წლებში.
ჩემი მესიჯი ალბათ ის იქნება, რომ ერთმანეთის სიყვარულით, შრომით და თავდადებით ყველაფერია შესაძლებელი და მე ვფიქრობ, რომ ამ ნაკრებს და ამ ქვეყანას კიდევ ბევრი სიხარულის შეგრძნება შეუძლია ერთად რა. და ბიჭებმაც ზუსტად გუშინ ვისაუბრეთ ერთმანეთში რაღაც თემებზე ვსაუბრობთ და მათ შორის ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ ამ ორ თამაში ხალხს დაუფასოთ ის სიყვარული და გვერდში დგომა, რაც აქამდე გვანახეს რა და ამაზე ამის გამო ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე ხვალ რომ ეს ყველაფერი ავასრულოთ რა. ირაკლი თხოვნა იქნება რომ მოკლე შეკითხვა იყოს 5 წუთში ვარჯიში იწყება. ირაკლი იმედაძე, სეტანტა სპორტ ჯორჯია, მოგესალმებით. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ ხვალინდელ მატჩში, ჯერ და მერე ბულგარეთში. კითხვა მექნება როგორც თავმჯდომარეთან, ასევე ფეხბურთელთან. საუცხოო მეტაფორა იყო წინა ქორწინებასთან დაკავშირებით ერთი. კარგით. ესპანეთს გოლი არ აქვს გაშვებული, ერთალიგიდან მოყოლებული. შეიძლება იყოს თუ არა ეს ექსტრა мотиваცია, რომ ჯგუფში გაუტანოთ პირველი გოლი ესპანეთს. მეორე თუ კი ვაშენებთ გუნდს საომავლოდ ორი ტრამვირებული ფეხბურთელის ნაცვლად ხო არ შეიძლებოდა ახალი ფეხბურთელების გამოძახება საუბარია ნახევარმცველებზე გაგნიძესა და სიგუაზე. მადლობა და იურისთან მექნება კითხვა გილოცავ დამსახურებულ გამოძახებას ის ერთი და სხვა მრავალი პოზიცია გასაგებია რომ სადაც გუნდს დაჭირდება იქ ითამაშებ შენი შემართებიდან გამომდინარე თუმცა რა შეიძლება იყოს სად ფიქრობ ნაკრების რამდენიმე სქემაში რომ იქნები ყველაზე პროდუქტიული მადლობა As you know, Spain hasn't conceded a goal so far in the group. Do you think it's an extra motivation for us to maybe become the first team to score against them for quite a while? And also tied to that, would it maybe not have been beneficial to replace two players that have departed the squad recently due to injury with equally attacking motivated players? Yes, about maybe scoring could be a motivation, but it should not be the motivation for tomorrow, because scoring is the result of the good energy you're going to put, the ambition you're going to put, so maybe let's see, and I hope we can manage it tomorrow. And about the two players who were injured, the decisions we wanted to give time to the players to maybe have a try or to have a good evolution, but we did consider yesterday that it wasn't possible and that the risk of injury would be too big. And if we didn't take anybody else, is because national team is not the place where if one plays missing, you call somebody just to make the number. Quality has to be there, and on certain area of the squad, we have a bit of lack of qualities, and so for me there was no sense to call somebody knowing already that I will never let him play. So that's why I took the decision to not call anybody else. რაც შეეხება ჩემ პოზიციას მოგეხსენებათ წინაც და უკანაც შემიძლია თამაში ფლანგებზე, მაგრამ ყველაზე ეფექტური ციფრებიდან გამომდინარეც და ისედაც ვფიქრობ ალბათ მარჯვენა შეტევაში ვარ და აქ ხედავ ჩემ თავს, მაგრამ ნებისმიერ ადგილზე შემიძლია თამაში და ყველგან კომფორტულად ვხსნათ რა. ბოლო შეკითხვა, final question really. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. მოგესალმებით, წარმატება როგორც ეროვნულ, ასე ახალგაზრდულ ნაკრებს და მაინტერესებს რამდენად მძიმეა კაკაბაძის და მიქაუტაძის ტრამვები და რამდენი ხანი არ ეყოლება ისინი ნაკრებს რა. უბრალოდ თავის კლუბშიც რამდენი ხანი არ ითამაშება. Do you have any information about the injuries sustained by George and Otto Kakabadze and how long they will be missing from the pitch? Okay, for Miko, I don't think it's going to be very long. I mean, I hope so. It's going to be maybe a couple of weeks. And for Kakaba, unfortunately, Kakaba had Achilles problem since quite a long time. That's why also his performance in the last year were not so good. And I think he went too far in
with his body, and he needs now for his Achilles quite a long break. He's going to start some treatment soon, and I hope this treatment will work and we can have him as soon as possible. But it might. We have to see the fact that Kakaba won't be with us for the next months, for sure. But we give him the time. He needs to come back in shape with us, healthy with us, and if it takes 3 months, it will be 3 months. If it takes 6 months, it's going to be 6 months. But the priority is to his health now. Thank you, Willy. მადლობა ყველას. უკვე ვარჯიში იწყება. გელოდებით პირველი 15 წუთის განმავლობაში. მადლობა იურის, გიორგი, რეზი.